უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო შვედეთი მნიშვნელოვან მოდერნიზაციას გეგმავს სამხედრო საზღვაო ძალებში. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შემდეგ სტოკჰოლმი ამტკიცებს ევროპელ პარტნიორებთან სამხედრო კავშირს. მომავალი წლის დასაწყისში ქვეყანა საფრანგეთიდან 4 თანამედროვე ფრეგატს მიიღებს. თავის მხრივ საფრანგეთიც დაინტერესებულია შვედური სამხედრო ქარხნის სააბის მიერ შექმნილი ადრეული გაფრთხილებისა და მართვის თვითმფრინავით. საფრანგეთიც და შვედეთიც სამხედრო ინდუსტრიის უფრო მეტად გაძლიერებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ვფიქრობ, შვედეთსა და საფრანგეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როდესაც საქმე თავდაცვის ინდუსტრიულ წარმოებას ეხება. ჩვენ ვართ ევროპის იმ მცირე რიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ დაამზადონ ყველაფერი: წყალქვეშა ნავები, ქვეით და საბრძოლო მანქანები, საარტილერიო სისტემები და მოიერეში თვითმფრინავებიც კი. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს. მოხალული ვარ, რომ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის კუთხით დიდ პროგრესს ვაღწევთ. თქვენ სავსებით სამართლიანად ისაუბრეთ ინდუსტრიული ბაზის შესახებ, რადგან ჩვენს ორივე ქვეყანას აქვს მყარი თავდაცვის ინდუსტრია. ინდუსტრია, რომელიც ჩვენს ტერიტორიებზეა, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი სამრეწველო თანამშრომლობის განვითარება. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საზღვაო სექტორზეც. შვედეთის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით $7 მილიარდ შეადგენდა, 2022 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და 2025 წლისთვის თითქმის გასამმაგდა. მომდევნო 2026 წელს კი ოფიციალური მონაცემებით სტოკჰოლმი თავდაცვის ხარჯებს დაახლოებით $2.97 მილიარდით გაზრდის. იგეგმება საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება. შვედეთის სამხედრო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით საფრანგეთთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენი მიზანია ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის ჩრდილოეთ ფლანგზე. გარდა ამისა, ვიცი, რომ თქვენ ესტონეთთან ერთად ბევრს აკეთებთ ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის ბალტიის ზღვაში. დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ვისაუბრეთ როგორც ჩვენი თანამშრომლობის, ისე უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე. საფრანგეთიც გააგრძელებს მოქმედებას ამ ზონაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. საფრანგეთის შეიარაღებული ძალები შეასრულებენ თავიანთ წილს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეეძლებათ, რათა შეინარჩუნონ უსაფრთხოება და სტაბილურობა ამ ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ჩვენ მიერ ჩატარებული მანევრები და 2024 წელს არქტიკული რეაგირების წვრთნა საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხზე. შვედეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი 2024 წლის მარტიდანაა. ნატოში ინტეგრაციის შემდეგ ეს სკანდინავიური ქვეყანა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად სამხედრო მანევრებში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო.